მინდოდა რომ ეს ვიდეო თავიდანვე ლამაზი კადრებით დაწყებულიყო, მაგრამ ეხა ისეთი ბედნიერები დააღრთოვანებული ვარ, მივხვდი რომ ყველაზე მეტად ის მაბედნიერებს, როდესაც ჩემ ქვეყანაში უცხო ტურისტს ვაჩერებ და ვეკითხები, როგორ მოეწონა საქართველო. მათგან კი ძირითადად აღრთოვანებულ პასუხებს ვიღებ და თან განსაკუთრებით უხარიათ ის, რომ ვინტერესდები. ეხლა ვიმყოფები გერმანულ სოფელში, რომელიც თბილისიდან სულ რაღაც 40 წუთის სავალზეა. ყველაზე მეტად იმან გამაბედნიერა, რომ ეს ადამიანი 30 დღის განმავლობაში უბრალოდ საქართველოს გარშემო მოგზაურობდა მეუღლესთან ერთად. იყო სვანეთში ნახა უშგული, მესტია, იყო კახეთში, იყო იმერეთში, აჭარაში, თბილისში, არ ვიცი, ახლა აქ არის ასურეთში და მოკლედ აღრთოვანებული იყო ყველანაირად და მეუბნებოდა პირობა მომცა, რომ როდესაც მიუნხენში დავუბრუნდები, აუცილებლად ყველას ვეტყვი თქვენ შესახებო. ვეტყვი იმასაც, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ არის რუსეთი და საერთოდ განსხვავებული გამორჩეული კულტურა გაქვთო. ეხა ესეთი ბედნიერი გიტოვებთ კადრებს და დატკბით ამ სოფელით, რომელიც ვფიქრობ, რომ ყველა თქვენგანმა ერთხელ მაინც უნდა ნახოს. ცოტა ისტორიასაც შევეხოთ. ასურეთი, გერმანულად ელიზაბეთ-თალი, ანუ ელიზაბეტის ხეობა. 1818 წელს რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის ბრძანებით საქართველოში ჩამოასახლეს შვაბი გერმანელები. მე ძალიან მომწონს მათი მიზანი, სამხრეთ კავკასიაში ევროპული სოფლების შექმნა და ერთ-ერთი პირველი სწორედ ასურეთი გახდა. სულ 72 ოჯახი ჩამოვიდა. დასახლდნენ ისინი განადგურებულ ხეობაში და ყველაფრის შენება დაიწყეს ნულიდან. ყველაფერი გერმანული წესით მოაწყვეს: ქუჩები, სახლები, სკოლა, ეკლესია. მე-19 საუკუნის ბოლოს ასურეთი ცნობილი იყო როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული სოფელი კავკასიაში. მაგრამ 1941 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინის ბრძანებით ყველა გერმანელი გადაასახლეს შუა აზიაში. სოფელი დაცარიელდა და სახლებიც მიატოვეს. თუმცა დღეს ასურეთი ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული სოფელია თბილისთან ახლოს.